მომდენო 10 დღის განმავლობაში სინოპტიკოსები მთელი საქართველოს მასშტაბით უამინდობას ელიან. ამიდის პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ ხვალ გამოიდარებს, თუმცა 21 ივნისიდან მთელ საქართველოში ამინდი ისევ გაუარესდება. ამინდის ცვალებადობა სინოპტიკოსები სიცხის გამო ატმოსფეროში დიდი რაოდენობით წყლის აორთქლებას უკავშირებენ. ამჟამად წვიმიანი ამინდები გამოიწვია კასპიის ზღვიდან შემომავალმა შედარებით გრილმა ჰაერის მასებმა და მისმა ურთიერთმოქმედებებამ სამხრეთიდან გადმონაცვლებულ ცხელ ჰაერის მასებთან. მესტიის რაიონის ჭუბერის თემში შემავალი 11 სოფელი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში ამინდის თვალსაზრისით შედარებით უკეთესი მდგომარეობა, როგორც ცნობილია, ჭუბერის თემის 11 სოფელში ადიდებულმა მდინარემ გზები და ხიდები წაიღო. წყალდიდობის შედეგად დანგრეული შენობა-ნაგებობების აღდგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ადგილობრივ გამგებლობაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. მანამდე კი სოფლებში შემავალ გზებს გააკეთებენ. ორი დღის წინ მესტიის რაიონში ძლიერი წვიმების შემდეგ მდინარე ჭუბურა ადიდა, რის გამოც სოფლებში ნიაღვარი მიედინებოდა, დაზიანდა ელექტროენერგიისა და სხვა საკომუნიკაციო სისტემები. სტიქის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას ხვალიდან დაიწყებენ. სტაბილურდება სიტუაცია, უკეთესობისკენ მიდის და ყველაფერი კარგად იქნება. ზარელის ოდენობას ნაწილი დათვლილია გეოლოგების მიერ და გარემოს დაცვის კუთხით, ხოლო საგზაო დეპარტამენტის კუთხით და საგზების კუთხით ხვალიდან დაიწყება ზარალის დათვლა. დღეს იპოდრომზე მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებდნენ ლაშა ჩხარტიშვილი და სოსო შატვერაშვილი, სადაც ლეიბორისტებმა და კონსერვატორებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს თბილისის მერიას, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ისინი იპოდრომზე მშენებლობის აკრძალვას და ტყე-პარკის შენარჩუნებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, სწორედ მოსახლეობის ძალისხმევით შეძლეს იპოდრომის ძირითად ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობების შეეჩერებინათ. თქვენ ხედავთ, რომ აქ ნაწილობრივ უკვე ხელახლა დაიწყო მშენებლობები. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ ერთის მხრივ შეწყვიტოს ქალაქის ეკოლოგიური გარემოს განადგურება, მწვანე-ნარგავების გაჩიყვა და მშენებლობის ხარჯზე კორუფციული სახსრების მოზიდვა საკუთარ ჯიბეებში, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ მოვითხოვთ, რომ მათ საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი გეგმები ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. იქ უკვე გაშენებულია ტყე-პარკის მსგავსი რაღაც, ჩვენთვის გაუგებარია რა. ხოლო აი აქ ამ ადგილას ნაცვლად იმისა, რომ კვლავ გაგრძელებული იყო მწვანე მშენებლობა, ხედავთ იწყება კორპუსების მშენებლობა. ჩვენი მოთხოვნა ასეთია. ბატონი მერი გამობრძანდეს და ხელისუფლების პოზიცია ჩამოაყალიბოს. რას აპირებს იპოდრომთან დაკავშირებით? ორშაბათს ეკონომიკის სამინისტროში დაგეგმილ აუქციონზე საქართველოს ტყეებსა და ტბებს გაყიდიან. ამის შესახებ ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციაზე პაატა ჯიბლაძემ ვერ დააკონკრეტა კონკრეტულად რომელ ტყეებისა და ტბების გაყიდვაზეა საუბარი. ინფორმაციას არც ინვესტორების შესახებ ფლობს. არ გაბედოთ ჩვენი სტრატეგიული სიმდიდრეების, ტყეებისა და ტბების გაყიდვა და მოხსნათ და გამოაცხადოთ ჩაშლილად თქვენს მიერ ორშაბათის ეკონომიკის სამინისტროში დაგეგმილი ტენდერი, ისევე როგორც მოუწოდებთ ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებსაც განაცხადი აქვთ შეტანილი ტბებისა და ტყეების შესყიდვაზე, რომ გამოიტანონ ეს განაცხადები ეკონომიკის სამინისტროდან, ვინაიდან მათი სახელი სააკაშვილთან ერთად მომავალში ასოცირებული იქნება ქვეყნის გამყიდველებთან ერთად. დღეს რუსთაველის თეატრს სტუმრობდა მინისტრი ბაკურ კვეზერელი. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესის მოსამზადებელი სამუშაოები შეამოწმა. როგორც ცნობილია, მსოფლიო კონგრესი წელს საქართველოში 20-დან 25 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს ბოლოს საქართველოს 1962 წელს უმასპინძლა. მაშინ დელეგაცია 32 ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. წელს კი საქართველოს 42 ქვეყნის დელეგაციას მიიღებს. დარბაზში ბოლო შტრიხები მზადდება სტუმრების დასახვედრად. სტუმრები ჩამოდიან მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 200-მდე დელეგატი. ჩვენთვის ჩვენ დიდი მოუთმენად ველოდებით პრინციპში მათ ჩამოსვლას, რადგან მათი ჩამოსვლა უკვე იწყება ხვალიდან. ეს კონგრესი როგორც ისტორია 2006 წელს დაიგეგმა საქართველოში მისი ჩატარება. ჩვენ ამ 4 წელს განმავლობაში გამახორციელებთ ძალიან ბევრი საორგანიზაციო საკითხი და შემდგომში დავაკმაყოფილეთ ის მოთხოვნები, რაც აქვს უაივის კონგრესის ჩასატარებლად, რათა მოიპოვო მასპინძლობის უფლება.